რადგან ღმერთი არის და რადგან ჩვენ მარადიული არსებანი ვარ და ყველა შემთხვევაში უნდა გარდავიცვალოთ და პასუხისგებლობა მოგიწევს ცოცხალი ღმერთის წინაშე, რადგან ღმერთი ადამიანად მოვიდა და ჩემმა წინაპრებმა ისე უერთგულეს, რომ მე ეს იოლად მივიღეს განსაცვიფრებელი სამხედველობა, მე მაქვს ვალდებულება ჩემი ერის წინაშე, შევინარჩუნო ქართული კულტურა, რა თქმა უნდა შევინარჩუნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ჩემი იყოფნით და გავაგრძელო ეს ესტაფეტა და ეს ესტაფეტა შემდეგ გადავცე ჩემს მომავალ თაობას, რომ ჩემმა შვილებმა, ჩემმა შვილიშვილებას და იმის შვილებასაც სანამ ეს სამყარო იარსებებს, ყველამ შეინარჩუნოს ის განსაცვიფრებელი დრიტა, რომელიც საქართველოში დევს, ეს არის იესო ქრისტე, ღმერთი, რომელიც ადამიანად მოვიდა და ჩვენი ცოდვების მაგივრად თვითონ მოკვდა. და შემებურად, გულით, ქართულად ვადიდო და გვახსენდება დიდი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ნათქვამი ეს დიდებული სიტყვები, გიორგი მერჩულესი, რომ საქართველო იქ არის, სადაც ქართულ ენაზე აღევლინება ლოცვა და ჟამი შეიწირვის, ანუ წირვა აღესრულება. ანუ ქართულ ენაზე, სადაც ხდება კომუნიკაცია ღმერთთან, იქ არის საქართველო. ანუ ამ დიდებულ ნაწარმოებში მოგვიწევს საქართველოს და ქართველის განმარტება. რა თქმა უნდა, ვიღაცა მიიღებს, ვიღაცა არ მიიღებს, მაგრამ ისინი, ვინც ამას მიიღებენ, ისინი აგრძელებენ საქართველოს, რომ მე მომავალ თაობაშიც ეს გაგრძელდეს და ეს არ დაიკარგოს.